თელავში უხვინალექის შედეგად ერთდროულად რამდენიმე ხევი ადიდდა. განსაკუთრებული პრობლემები კი თელავის ხევის ადიდებამ შექმნა. წყალმა კალაპოტი გაარღვია და ქუჩებში გადმოვიდა. კავკასიონისა და ალაზნის გამზირებზე დატბორილია პირველი სართულები, მაღაზიები, აფთიაქები, კომერციული ფართები და მანქანები. განადგურებულია ინფრასტრუქტურა და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს შუქი და გაზი. თელავსა და მიმდებარე სოფლებში მთელი ღამე წვიმდა. ზარალი სავარაუდოდ იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება, აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში. პლატონ კალმახელიძის თქმით, საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება. თელავში საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. უსაფრთხოებიდან გამომდინარე პოლიციას ჩაგედილი აქვს გზების ნაწილი. უკრაინამ გამთენიისას სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუდია. სამარის ოლქში მდებარე საწარმოს ტერიტორიიდან დრონები თავდასხმის შედეგად გვამლი ამოდის. ხანძარი სავარაუდოდ იმდენად ძლიერია, რომ დაგვამლიანება რამდენიმე კილომეტრიდან ჩანს. 71 წლის ასაკში რესპუბლიკელი სენატორი ლინცი გრემი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ლინცი გრემი უკრაინის აქტიური მხარდამჭერი იყო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის კიევშიც იმყოფებოდა. გრემი გამოირჩეოდა საქართველოს მხარდაჭერითაც და გმობდა რუსულ ოკუპაციას. მიიჩნევდა, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში დემოკრატიულ კურსს გადაუხვია და მხარს უჭერდა ივანიშვილის სანქციებას.